Გადაცემა მონეტიზაცია ბრუნდება პირდაპირ ეთერში უკვე შუადღის ფორმატით. დღეს გვექნება სამი ძალიან საინტერესო ბლოკი. პირველ ბლოკში ჩვენი პარტნიორი Grant Thornton საქართველოს ძალიან საინტერესო ანალიტიკას და თემატიკას გვიმზადებს, ასევე ვისაუბრებთ სილამაზის ინდუსტრიაზე და გვექნება პირდაპირ ჩართვა იტალიიდან. მოკლედ, საკმარისზე მეტი მიზეზი გაქვთ, რომ გაატაროთ საქმიანი 1 საათი ჩვენთან ერთად. სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტუალურ თემებზე, როგორც არის საგადასახადო მიმართულება, როგორც არის ტურიზმი, აი ბევრ სხვა საკითხზე ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, რეგიონში არსებული турბულენციის პრიზმაშიც მათ შორის. გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმობა Grant Thornton საქართველოს, რომელმაც დღეს ძალიან საინტერესო თემა მოგვაწოდა, მოგვიმზადა და დღეს რამდენიმე წამში ქეთევან ღამბაშიძესთან ერთად მიმოვიხილავთ ახალ ვალდებულებებს საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ და იმ აქცენტებს თუ რა უნდა იცოდეს ჯამში ბიზნესმა, აი ამ საკითხებს დავსვათ დღეს პირდაპირ ეთერში და ვიბჯელებთ ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. ქეთევან ღამბაშიძეს მივესალმები, რომელიც Grant Thornton საქართველოს საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელია. ქეთი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. უპირველეს ყოვლისა გვაქვს ცვლილებები. გვაქვს ახალი რეგლამენტი, გვაქვს ახალი მიდგომები და შესაბამისად მე მაინტერესებს აი რა იცვლება ბიზნესისთვის, რა უნდა იცოდეს ბიზნესმა და რატო დადგა ეს საკითხი აქტუალური დღეს საბოლოო ჯამში და მე უკვე სიღრმისეულად განვავრცოთ ცალკეული პრეფერენციები. გისმენთ ყურადღებით. სანდრო, როგორც გახსოვს, დავიწყებ იმით, რომ ეს საკითხი დღეს აქტუალური რომ გახდა, დღევანდლამდე უკვე მისულია რაღაცა რიგი თემებით და ეს თემები ჩვენ რამდენიმე გადაცემაც დავუთმეთ ამ თემებს. კი ბატონო, გვახსოვს და პირველი გადაცემა ესეთი ძალიან მოკლე ექსკურსი რო გავაკეთო, პირველი თემა განსახილველი იყო მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახური შეტყობინების სახით ითხოვდა კომპანიებისგან მსგავს ინფორმაციას კონტროლირებული ოპერაციებთან დაკავშირებით და თუ არ ქონდათ შესაბამისი დოკუმენტაცია, რაღაც 30 დღის ვადა ქონდათ რომ მოემზადებინათ. შემდგომი თემა იყო ასევე წინა საახალწლო გადაცემაში, ჩვენს რუბრიკაში, როდესაც ვისაუბრეთ ინფორმაციის გაცვლასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, სადაც კომპანიებს უნდა წარედგინათ ინფორმაცია, უფრო სწორად ამ ეტაპზე ჯერ შეტყობინება, იმასთან დაკავშირებით, თუ იყვნენ მულტინაციონალური ჯგუფის კომპანიათა ჯგუფის წარმომადგენლები და მათი მშობელი კომპანია რომელი იურისდიქციაში აბარებს თავის ფინანსურ ანგარიშგებას, ხოლო თუ იქ არ ხდება, მაშინ ქართულ კომპანიას ევალება, რომ წარადგინოს მსგავსი ინფორმაცია. და შემდგომ უკვე ამ ეტაპამდე მოვედით, როდესაც ეს ინფორმაცია პირდაპირ მოითხოვება უკვე დეკლარაციაში დანართის სახით, ანუ მოგების დეკლარაციის, ყოველთვიურ დეკლარაციაში, უშუალოდ მარტის თვის დეკლარაციაში შევიდა ცვლილება, რომ ყოველწლიურად უნდა წარედგინოს ეს ინფორმაცია გასული წლის კონტროლირებული ოპერაციების შესახებ. ასევე იმ კომპანიებს, ვინც არ არიან მოგების ეგრეთ წოდებულ ესტონურ მოდელზე გადასულები და ჯერჯერობით წლიურ დეკლარაციებს აბარებენ, მათთვისაც სავალდებულო იქნება ასეთი დანართის შევსება. ჩვენ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის უშუალოდ ვალდებულება ყოველწლიურად წარდგენის, როგორც ძალიან ბევრი ქვეყანა წარადგენს, არ გვაქვს, არ გქონია აქამდე, თუმცა ესეც ერთგვარი ნაბიჯია იქით, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებით და ამ ინფორმაციის გაცნობით შემოსავლების სამსახურისთვის უფრო გამჭვირვალე და ნათელი ხდება, არსებობს თუ არა რისკი ამა თუ იმ კომპანიაში და თუ არსებობს იფარება თუ არა თვითონ კომპანია როგორ უყურებს ამ რისკს და ამის წარმოშობას, ასე ვთქვათ. უშუალოდ თვითონ კომპანიას ევალება, მოდი ორიოდე სიტყვით კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენი მაყურებლებისთვის, რას გულისხმობთ კონტროლირებულ ოპერაციაში, ხო? ეს არის ოპერაცია, რომელიც დგება ორ სხვადასხვა იურისდიქციაში, ანუ საქართველოს რეზიდენტსა და არარეზიდენტ კომპანიას შორის, რომელთა შორის განსაკუთრებულმა ურთიერთობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ფასწარმოქმნაზე ამ გარიგების. იქნება ეს საქონლის შესყიდვა ან გაყიდვა, იქნება ეს მომსახურების მიწოდება ან მიღება, სესხის გაცემა ან მიღება, როიალტის გადახდა ან პირიქით მიღება და სხვა ფინანსური ოპერაციები. ესე იგი, მთავარი კომპონენტი არის ის, რომ ის არარეზიდენტი უნდა იყოს ურთიერთდამოკიდებული პირი. ურთიერთდამოკიდებულების კრიტერიუმები კიდევ ცალკე ბრძანებითაც განსაზღვრული, მაგრამ მთავარი არის, რომ მონაწილეობა უნდა იყოს მართვასა, კონტროლსა და კაპიტალში მეორე საწარმოს, ერთი პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ, ან ერთი და იგივე პირები უნდა აკონტროლებდნენ. ანუ შინაარსი ამისი, ძალიან ესე ლაკონურად რომ ვთქვათ, არის ის, რომ ამ ურთიერთდამოკიდებულებამ არ უნდა მოახდინოს ფაზზე ისეთნაირი გავლენა, რომ პოტენციური
მოგება, რომელიც უნდა დაიბეგროს მაგალითად საქართველოში, გაედინოს იმ ქვეყანაში, სადაც უფრო ნაკლები გადასახადი, უფრო პრეფერენციული რეჟიმია გადასახადის, ასე ვთქვათ. ეს ეხება ასეთი ურთიერთდამოკიდებულებას და ეხება ეგრეთ წოდებულ ოფშორებს, ანუ შეღავათიანი დაბეგრის ქვეყნებში არსებულ კომპანიებს, ანუ მათთან ურთიერთობას. კი ბატონო, ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ ეხლა წინა სიტყვაობა და ხო, ტრანსფერ პრაისინგის ნაწილში ხა ბევრი კითხვა მექნება და დავიწყოთ პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. რისკებზე მინდა გკითხოთ. მიზანი არის ყოველთვის დიდაქტიკური. მიზანი არის იდეადი და ვიცით რომ ამ შემთხვევაში мотиваციაც სახელმწიფოსი მე არც ერთ წუთს არ ვაკნინებ, რა თქმა უნდა, და სახელმწიფოს мотиваციას მე ძალიან კარგად ვხედავ და მესმის რაში მდგომარეობს დიადი მიზანიც, რომ არ მოხდეს ქვეყნიდან კაპიტალის გადინება. მიუყვები აბსოლუტურად სახელმწიფოს, მაგრამ რაც პირადად ჩემში აჩენს კითხვებს, ეს არის ბევრი ნიუანსი, რამაც მე ხვალდაზე შეიძლება რისკი წარმოშვას, თუ არ იქნება ბიზნესთან და პროფესიონალებთან შესაბამისი დიალოგი. პირველ ნაწილში მოვაქცევ ორ საკითხს. ფრენჩაიზი მაგალითად. და ისეთი კომპანიები მაგალითად რომლებიც არიან წარმომადგენლები გლობალური კომპანიების. აი ამ შემთხვევაში რა პრეფერენცირება გავრცელდება? მეორე, ქართული კომპანიები, რომლებმაც უკვე უცხოეთში არაერთგზის გახსნეს საკუთარი წარმომადგენლობა. აქ რა პრეფერენციები გავრცელდება და აი ჯამურად, აი ამ ყველაფერმა ფისკალური ეფექტი დიდი იმედი მაქვს რომ დათვლილია ფინანსთა სამინისტროს, თუმცა ჩვენ ამ კითხვებს დავსვათ რა თქმა უნდა. ფისკალური ეფექტი მოლოდინების კუთხით ხვდებით და ახობით რა შეიძლება იყოს, მაგრამ ამ ყველაფერმა რა რისკი შეიძლება გააჩინოს და პირიქით ამ დიადმა მიზანმა ხო არ შეიძლება პირიქით გამოიწვიოს ბუმერანგის პრინციპი და მათ შორის გამოიწვიოს გაქარწყლებას თუნდაც იგივე საქართველოსთან მიმართებაში არსებული ინტერესების, ინვესტიციების, ფრენჩაიზების, რომელიც მრავლად გვაქვს ქვეყანაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ჯამში აი აქ რა ტიპის რისკები შეიძლება დავინახოთ. სანდრო, მოდი ბოლოდან დავიწყებ, ბოლოს რაც აღნიშნე, საქართველოსთან მიმართებაში რაღაც პირიქით რამე კონცერნები თუ გაჩნდებაო, ხო, რომ აღნიშნე, პირიქით აღნიშნული ინფორმაციის ტრანსპარენტულობა, როგორც გამჭვირვალობა, ხო, როგორც ასეთი, პირიქით ხელს უწყობს იგივე ინვესტირებას, იგივე პროგნოზირებას, იგივე ეს გამჭვირვალობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი ინვესტიციის, ნებისმიერი ტრანზაქციის, მოდი ასე ვთქვათ, უკან რა დგას, ჩანდეს ორივე მხარისთვის, რა თქმა უნდა, მაკონტროლებელი ორგანოსთვის და პირიქით რისკებს დაბლაწევს. აქედან დავიწყოთ. მეორე, კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ თვითონ კომპანია, რომელსაც აქვს მსგავსი ტიპის ოპერაციები, უნდა დაინტერესებულიყო ამ ოპერაციების შესაბამისობის დოკუმენტაციის მომზადებით არა მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახური მოსთხოვდა, გამოკითხავდა ან რაღაც ვადას მისცემდა მოსამზადებლად და არა ახლა, როდესაც მარტისთვის დეკლარაციაში უკვე 25 წლის ინფორმაცია უნდა წარადგინოს, არამედ თავისივე ინტერესებში იყო, როგორც კი დაიწყო ასეთი ურთიერთდამოკიდებული ოპერაციების განხორციელება, მით უფრო თუ ეს არ არის დამოკიდებული კომპანია და არის მუდმივი დაწესებულება, პირდაპირ ხვდება ამ რეგულაციაში, რომ ის ესე იგი საგადასახადო, პოტენციური საგადასახადო რისკი დაეზღვია პირველ რიგში, რომელიც გარდა საგადასახადოებთან მიბულ ფინანსურ რისკებში, ასევე რეპუტაციულ რისკზეც ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ასევე იგივე ფინანსური აუდიტის მომზადების დროს შეიძლება ვერ მიიღონ დადებითი დასკვნა მხოლოდ იმიტომ, რომ არ აქვს შესაბამისად დასაბუთებული ამ ტრანზაქციის უკან არის თუ არა სამართლიანი ფასი. და აქედან გამომდინარე ეს ასეთი დოკუმენტაციის და შესაბამისობის დოკუმენტაციის შექმნა მნიშვნელოვანი იყო მანამ დეც რო ყოფილიყო. ახლა ფაქტობრივად ამ დანარჩი, რაც მოითხოვება ინფორმაცია, სრულიად გამჭვირვალეს ხდის ტრანზაქციას, იმიტომ რომ მოითხოვება მეორე მხარის იდენტიფიცირება თავის იურისდიქციით, რა სახის დამოკიდებულება არის ურთიერთდამოკიდებულების ჭრილში, რა სახის ოპერაცია განხორციელდა 2025 წელს. გარდა ამისა, თუ არ განხორციელდა ოპერაცია, არის თუ არა დებიტორული ან კრედიტორული დავალიანება, ესეც კი აისახება. ნუ რა თქმა უნდა, თანხა თავისთავად და ასევე მნიშვნელოვანი პუნქტი. მაქვს თუ არა ტრანსფერ პრაისინგის დოკუმენტაცია, მაქვს, არ მაქვს, მზადების პროცესია, ვაპირებ რომ მოვამზადო. ანუ შესაბამისად ამას უკვე ექცევა ყურადღება და ნახეთ, იქ სადაც ვწერ რომ არ მაქვს, მაქვს მნიშვნელოვანი ტრანზაქცია, ანუ მოცულობას გულისხმობ, შეიძლება იყოს ძალიან რთული кейსი ამ ტრანზაქციის, რა თქმა უნდა, ერთგვარი ტრიგერი არის იგივე შემოსავლების სამსახურისთვის, რომ დამატებით შესწავლა დაინიშნოს ამ კომპანიაში უშუალოდ ამ მიმართულებით. ამდენად რისკს თვითონ კომპანიისთვის შემოწმების თუ კი არ არის შესაბამისობაში რაღაცა პოტენციური სანქციების ძალიან მაღლა წევს,
მაგრამ ამავდროულად კულტურა იმისა, რომ ასეთი ოპერაციების შემთხვევაში უნდა ვიყოთ შესაბამისობაში, ძალიან მნიშვნელოვანია და ამასაც მიექცევა ყურადღება. ხომ არ ჩდება აქ მადლობა ძალიან საინტერესო პასუხისთვის, ხომ არ ჩდება კეთი აქ გარკვეული ინტერპრეტაციების რისკებიც. ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბიზნესში და განსაკუთრებით საგადასახადო ნაწილში ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი. მაგრამ აი აქ თქვენი აზრით როგორ გესახებათ, რომ აი მოხდეს იმის მონიტორინგი, რომ აი შემოვიდა მაგალითად საკითხში ესტონური მოდელის ნაწილიც, ხო? იგივე რეინვესტირების შემთხვევაში მიღებული დივიდენდი, იმის განაწილება და აი როგორ მოხდება ამისი მონიტორინგი ერთის მხრივ, რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა აღრიცხვიანობის დეკლარირების ნაწილში და ასევე აქ არის კაზუსი მე რამდენიც გავეცანი ბიზნეს რესტრუქტურიზაციის ნაწილი არის კიდე საკმაოდ დიდ დოზით. აი ამაზეც რო გითხრათ რამდენიმე ყველაზე ღია თემა არის ბიზნესის რესტრუქტურიზაცია, იმიტომ რომ ძალიან სუბიექტური მიდგომის და იმის შეფასების თუ როგორ გადანაწილდა ორ სუბიექტს შორის პასუხისგებლობა, რისკის ფაქტორები, მართვა, კონტროლი და ის აქტივები პოტენციურად რაც უნდა იყოს. ზოგადად ტრანსფერ პრაისინგის ასეთი რეპორტის მომზადება ერთგვარად რაღაც გარკვეულწილად სუბიექტურ ნაწილსაც მოიაზრებს ამ ანალიზისას, თუმცა ეყრდნობა საკმაოდ სერიოზულ დამუშავებას იგივე საერთაშორისო ბაზებში, საიდანაც ინფორმაცია შედარებადობის საშუალებას იძლევა, იმიტომ რომ ბევრი შესადარისი კომპანიის მონაცემები არის ატვირთული და რაც შეეხება ამ მიდგომას, რამდენად სუბიექტური შეიძლება იყოს, ეხლა ჩვენი გამოცდილებით არ ყოფილა შემოსავლების სამსახურიდან ასეთი მკაცრი და სწორხაზოვანი მოთხოვნა, რომ ეს უნდა იყოს ასე. ანუ იბარებენ კომპანიების წარმომადგენლებს, ანუ გადასახადის გადამხდელებს და ხდება გასაუბრება, რომ უფრო მეტ დეტალში ჩავიდნენ, რომ აუხსნან რა დგას ამ ოპერაციის უკან, თუ ეს არ არის ძალიან სწორხაზოვანი ოპერაცია დაუშვათ, რომელიც უშუალოდ საქონლის ყიდვა-გაყიდვას ან მომსახურების მარტივი მომსახურების ყიდვა-გაყიდვას ეხება, ხო? რა დგას ამის უკან, შეიძლება თუ არა პოტენციურად რაიმე რისკი იყოს და არის თუ არა ფასი, აი ესეთი თვალსაჩინოდ არა საბაზროსთან შესაბამისი. აქვე ასევე ერთ-ერთი გადაცემა გქონდა, მე თუ არც მე და ლაშა ვიყავით, მაშინ მაგ გადაცემაში, როდესაც კრიტერიუმებზე ვისაუბრეთ სესხი კაპიტალთან დაკავშირებით. ზუსტად ასეთი კონტროლირებული ოპერაციების ჭრილში. რაც ასევე რთული საკითხი არის თვითონ კომპანიისთვის უნდა გადაწყდეს ის, რაც აქვს სესხად დაკვალიფიცირებული, ხომ არ არის თავისი ბუნებით და შინაარსით კაპიტალი, შესაბამისად ის პროცენტები, რაც შეიძლება იყოს გადახდილი, დაკვალიფიცირდება როგორც მოგების განაწილება და სხვა დაბეგვრის რეჟიმში ხდება. ამდენად ამის შემაჯამებლად ჩვენ შეგვიძლია მთელი დღე დავუთმოთ ამის დეტალების განხილვას, რა თქმა უნდა ამის ფორმატი არ გვაქვს გადაცემაში, მაგრამ ნამდვილად ძალიან ისეთი სერიოზული და მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის, რომ კომპანიებს, რომელსაც აქვთ მსგავსი ოპერაციები, აუცილებლად გაიარონ საგადასახადო კონსულტანტთან, რა პოტენციური რისკების წინაშე შეიძლება დადგნენ. იმიტომ რომ ეს ვალდებულება ეხება საკმაოდ ვიტყოდი ბჭყებში დაბალია ცოტა ზღვარი, იმიტომ რომ 500,000 ლარის ზღვარი არის, ანუ 500,000 ლარზე მეტის ოპერაცია უნდა იყოს განხორციელებული 25 წელში, დაახლოებით $200,000-მდე გამოდის ხო 190 სადღაც, რაც არ არის ასეთ მულტინაციონალური კომპანიებისთვის ესეთი მნიშვნელოვანი მოცულობითი თანხა, ხო, რომ ვთქვათ. ამდენად ბევრი მოხდება ამ ნაწილში, ბევრისთვის იქნება მნიშვნელოვანი და ის ფაქტი, რომ ეს საჯარავდება, შეიძლება იწვევდეს იმას, რომ უკვე დაინტერესების შემთხვევაში მიმართოს სწორედ აქვს თუ არა დოკუმენტაცია, აპირებს თუ არა მომზადებას და რასთან აქვს საქმე რისკების დაზღვევის ნაწილში. საინტერესო არის ასევე კეთი, მე კითხავთ აუცილებლად, ეხლა ჩვენი თუნდაც იგივე საგადასახადო კოდექსი მიდგომები გაჯერებულია და ამ შემთხვევაში სინთეზი ძალიან დიდი არის ევრო რეკომენდაციებთან. ცალკე სავალუტო ფონდის ნაწილში, მაგრამ ძირითადად ჩვენ მაინც საგადასახადო კოდექსში იმპლემენტირება გავუკეთეთ იმ საკითხებს, რაც DCFTA-ის ეგიდით ავიღეთ 2014 წელს და ძალიან ბევრი ევრო ნორმატივი ხდება გადმოქართულებული, ხშირ შემთხვევაში copy-paste-ითაც საქართველოს რეალობაში. მე მაინტერესებს თან მით უმეტეს გრანტ თორნტონის პრიზმაში, ხო, ანუ აი საერთაშორისო პრაქტიკა, ზოგადად აი ტრანსფერ პრაისინგის მიმართულებით რას გვეუბნება და როგორი არის ამ შემთხვევაში ერთის მხრივ როგორც ევროპული პრაქტიკა, ასევე ჩრდილო ამერიკული პრაქტიკა ამ ნაწილში და აი რეალურად ხომ არ არის გარკვეული კაზუსები, რაც ჩვენ ადგილობრივ რეალობაში უნდა გავითვალისწინოთ. ძალიან კარგი კითხვა არის, სანდრო.
იმიტომ რომ აღნიშნული პრაქტიკა უკვე მრავალი წელია იქ არის და როგორც გითხარი, იქ საერთოდაც ასეთი დოკუმენტაციის წარდგენა შესაბამისობის არის სავალდებულო წელიწადში ერთხელ. რიგ ქვეყანაში შეიძლება ეს იყოს ასევე როგორც ჩვენთან წლიურებში 1 აპრილის ზოგთან არის ივნისის თვე, მაგრამ ეს არის სავალდებულო, ანუ კომპანიებმა წინასწარ უნდა შეისწავლონ, მოამზადონ ეს დოკუმენტაცია და იცოდნენ რომ არიან შესაბამისობაში და საგადასახადო შეისწავლის ამას და კითხვების შემთხვევაში უბრუნდება. და ჩვენც ჩართულები ვართ ამ პროცესში და ბევრი გარიგება გვაქვს ამ სატრანსფერო ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით. ამდენად ამ პრაქტიკას კიდევ ერთი რაც მნიშვნელოვანი აღნიშნე, აქვს ესეთი case study, ხო? იმიტომ რომ რთული არის ორ სხვადასხვა იურისდიქციაში, როდესაც ხდება ოპერაციის განხორციელება, ორივე ქვეყნის კანონმდებლობასაც უნდა ითვალისწინებდეს, თუმცა ეს ყველაფერი ჯამში ითვალისწინებს OECD-ის მიდგომას, იმის მეთოდოლოგიას და ჩვენი ცვლილებებიც მიყვება ზუსტად ამას. შეიძლება ვერ ვთქვათ, რომ ფეხ და ფეხ, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს მიყვება ისე, როგორც მიყვება. თუმცა ნამდვილად მიყვება ამ მეთოდურ მითითებებს, ასე ვთქვათ, დავარქვათ. ამდენად ეს кейსები ჯერ ჩვენთან არ არის პრაქტიკაში აპრობირებული, ჩვენ ვითვალისწინებთ, იმიტომ რომ სასამართლოსაც აქვს ძალიან ბევრი кейსი ამასთან დაკავშირებით და შეიძლება ამაზე დაყრდნობით მსჯელობა როგორი მიდგომა აქვს სხვადასხვა ქვეყნების საგადასახადო ორგანოებს ამა თუ იმ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, სად თვლიან, რომ უფრო პრეფერენციულად უნდა დაიბეგროს ესა თუ ის ტრანზაქცია და ის ფაქტიც, რომ საქართველომაც გაითვალისწინოს მსგავსი кейსები შემდგომ თავის მიდგომებში, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს უკვე წლებია ჩამოყალიბებულია და ეს მიდგომები საინტერესოა, როგორც მინიმუმ. ცოტა მსუბუქად რო ვთქვათ, ეხლა თქვენ სასამართლო ახსენეთ და თუ არ იქნება ამ შემთხვევაში გარკვეული კონკრეტიკა წარმოდგენილი დიდი დოზით, მე მგონია, რომ საგადასახადო დავების საკითხი კიდე შეიძლება გაიზარდოს საბოლოო ჯამში, თუ არ დავარქმევთ ჩვენ ყველაფერს თავის სახელს. კი ბატონო, შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება გართულდეს, მაგრამ მზაობა უნდა იყოს ორივე მხარის, როგორც მაკონტროლებელი მხარის, ასევე თვითონ ბიზნესის, სადაც ისევ კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს იმას, რომ კულტურა იმისა, რომ ასეთი ტიპის ოპერაციებს წინასწარ უნდა მოვემზადოთ და ვიცოდეთ, რას ვაკეთებ და დავაზღვიოთ ყველანაირი რისკი, უნდა იყოს მაღალ დონეზე. კედი, ერთ კითხვას დაგისვავთ კიდე, ახლა მე ცოტა ტრაფარეტულად გამომევიდა, შეიძლება აი დიადი მიზნების შესახებ საუბარი, ახლა ცხადია ამით არავის ეწყინოს, მაგრამ რა მოლოდინები და რა ფისკალური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამ რეფორმას, ამ ინოვაციას, ასე ვთქვათ, ხო? აი, რა, ნუ ახლა რთულია, ცხადია, ახლა სახელმწიფოს პრიზმაში საუბარი, ჩვენ ამ კითხვას აუცილებლად სახელმწიფოს დაუსვავთ, აუცილებლად სხვათა შორის ბატონ მიხეილ დუნდუას მოვიწევთ მომდევნო კვირაში და მასთან ერთად განვიხილავთ ცხადია ამ საკითხებს, მაგრამ აი უშუალოდ ბიზნესის გადმოსახედიდან, აი რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ფისკალურ ნაწილში სახელმწიფოს ამ ხედვას? ფისკალურ ნაწილში ბიზნესი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მთავარი ტრიგერი არის სამართლიანად ტერიტორიული დაბეგრა, იქ სადაც უნდა იყოს დაბეგრილი და რა თქმა უნდა, თუ აქამდე რაღაცას შეიძლება არ აქცევდა ბიზნესი ყურადღებას, მე არ ვამბობ, რომ მიზანმიმართულად თავს არიდებდა გადასახადებს, მაგრამ შეიძლება არ აქცევდა ყურადღებას, რომ ის საბაზრო ფასი, რა საბაზრო ფასითაც გააფორმა ესა თუ ის ტრანზაქცია შევიდა ამ გარიგებაში, შეიძლება არ იყოს შესაბამისი და საქართველოში იგივე წყაროსთან უნდა დაბეგრილიყო, როდესაც რიცხავდა ამ თანხებს, ან შეიძლება არ რიცხავდა და ხდებოდა უსასყიდლოდ მიწოდება და ამ შემდეგ არის რიგი კრიტერიუმი, რა ოპერაციებიც შედის ამ ნაწილში, ანუ შესაძლოა უწევ დამატებით გადასახადის გადახდა, თუ კი არ იყო სწორად მომზადებული ამ ოპერაციისთვის და ზოგადად თვითონ ბიზნეს ინტერესიდანაც გამომდინარე ზუსტად ამიტომ ვამბობ რისკის დაზღვევას, როდესაც შევდივართ ამ ოპერაციაში, როგორც მინიმუმ უნდა ვიცოდე რა თანხის მოცულობაზეა საუბარი, გარდა იმისა, რაც გვაქვს უხეშად ხელშეკრულებაში ჩაწერილი, რა გადასახადები ეკუთვნის ამა თუ იმ ტრანზაქციას და შესაბამისად ვიყო მზად ფინანსურად, რომ ის ჩემი პოტენციური მოგება, რომელიც წინასწარ მაქვს დათვლილი, არ შემიმცირდეს და მეტიც მინუსში არ წავიდეს, მარტო იქიდან გამომდინარე, რომ არ გავიარე კონსულტაცია, არ შევაფასე სწორად ესა თუ ის ტრანზაქცია და შედეგად პოსტფაქტუმ დგები იმ ფაქტის წინაშე, რომ გარდა იმისა, რომ გადასახადიც მაქვს, დამატებით გადასახდელი შეიძლება ფინანსური სანქციებიც ჰქონდეს შემოსავლების სამსახურიდან, იმიტომ რომ დროულად არ განვახორციელე ამის დეკლარაცია. დადებითი ეფექტი ახლა მედლის პირველი მხარე არის ის და თქვენ სწორი ბრძანეთ ნამდვილად, რომ რეალურად ეს ახალ კულტურასაც აჩენს რეალურად ეკოსისტემაში და ბიზნესს უფრო ნიუანსურ დონეზე მოუწევს სიღრმეებში ჩასვლა. ფინალური რეკომენდაცია მაინც ახლა ძალიან ისე ზოგადად არ მინდა გამომივიდეს ჩემი პათოსი და შემართება, რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა, აი რამდენიმე წებად რო გითხრათ აი ეს რეკომენდაციების ველი.
კი ბატონო, ვადა საკმაოდ რა ვიცი, ხა მცირედ შეიძლება ვთქვათ, მაგრამ არ არის ბევრი, ნუ ერთი თვე არის სადღაც საშუალოდ, ხო, ანუ მარტისთვის დეკლარაცია 15 აპრილს ბარდება მაქსიმუმ, როგორც ვიცით, ამდენად პირველ რიგში ბიზნესმა უნდა შეისწავლოს კარგად 2025 წელს რა ტიპის ტრანზაქციები ხდება ამ ნაწილში, აჭარბებს თუ არა 500,000 ლარიანს ზღვარს, ანუ უწევს თუ არა შესაბამისად ამ დანართის შევსება. შემდეგ უნდა შეაფასოს არის თუ არა რაიმე რისკები, ასე ვთქვათ, შიდა აუდიტი ჩაატაროს თვითონ, აქვს თუ არა პოტენციურად რაიმე რისკები, აუცილებლად გაიაროს კონსულტაცია ან შიდა აუდიტის სამსახურთან, ან საგადასახადო სპეციალისტთან გარე კომპანიიდან, მოემზადოს ამისთვის და იცოდეს გარდა ამისა, რომ ამ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ მას დაუკავშირდებიან და მაინც მოსთხოვენ ასეთი ტიპის დოკუმენტაციის, ანუ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის წარმოდგენას და თვითონ იყოს მზად ამისთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ, თუ მე თვითონ ვასრულებ სწორად ჩემს საგადასახადო ვალდებულებას. მე თვითონ ვაკორექტირებ დავუშვათ იმ დეკლარაციას, რომელიც პოტენციურად შეიძლება დასაკორექტირებელი მქონდა, ეს არის სხვა გარემოება და როდესაც მე უკვე მაკონტროლებელი ორგანო შემოწმების ფარგლებში დამარიცხავს დამატებით რაღაც თანხას და იმას კიდევ დამატებით საჯარიმო სანქციები მოყვება, ეს არის უკვე სხვა გარემოება და აი ამის თავის ასაცილებლად ნამდვილად უნდა მოემზადოს და კონსულტაციას გაიაროს და შეაფასოს თავისი ოპერაციები. ოპერაციები, რა თქმა უნდა, გეტი, აი ძალიან დიდი მადლობა თქვენ საინტერესო ანალიზისთვის, საინტერესო რჩევებისთვის, რეკომენდაციებისთვის, ხედვებისთვის. და ვფიქრობ, რომ არც ერთი რეფორმა, არც ერთი სიახლე პროფესიონალებთან დიალოგის გარეშე არ უნდა წარიმართოს და დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ დიალოგის პრიზმაში ის კაზუსები, ის ბუნდოვანებები და შესაძლო რისკებიც რაც შეიძლება თან აღდეს ამ საკითხს. დარწმუნებული ვარ, რომ გაქარწყლდება, ამისთვის კი დიალოგია აუცილებელი. მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის, როგორც ყოველთვის, მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს. კეთებან რამბაშიძე, გრანტ ორტონ საქართველოს საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი პასუხობდა გადაცემა მონეტიზაციის კითხვებს. გავდივართ რეკლამაზე. რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში, საინტერესო ორი ბლოკი გველის წინ, ასე რომ